ჩვენი რეგიონის გეოპოლიტიკაში რა ფუნქციას ასრულებს საქართველო? არის სამი დიდი მოთამაშე: თურქეთი, ირანი და რუსეთი. ირანის და რუსეთისთვის საქართველო და სომხეთი წარმოადგენენ ერთგვარ კედელს, რომელიც ხელს უშლის თურქეთის, აზერბაიჯანის და ცენტრალური აზიის თურქული სახელმწიფოების შეკვრას. ანუ ჩვენ ვასრულებთ კედლის ფუნქციას. ეხლა, როდესაც სომხეთი ვარდება მაქედან, როგორც ირანისთვის, ისე რუსეთისთვის ეს კედლის ფუნქცია და ჩრდილოეთ სამხრეთის კორიდორის ლოგიკა არის სერიოზული საფრთხის ქვეშ. აი, ვიღაცა შეიძლება გაუხარდეს, რომ ვაი, რა კაია, რუსეთის და ირანის ინტერესები დაიკლებს თურქეთის მოიმატებს. ეგ ნიშნავს, რომ აქ დიდი ტურანის პროექტი იქნება რეალიზებული. დიდი ტურანის პროექტი არის Make Osman Empire Great Again. ხო არის Make America Great Again. გავხადოთ ოსმალეთის იმპერია კვლავ დიადი და ეგ საით მოხდება, ანუ დასავლეთის მიმართულებით მოხდება მაგის გაფართოება თუ აღმოსავლეთის, მაგაზე მიდის ჭიდაობა. დასავლეთის საიტავა. დასავლეთი და სამხრეთი ეგ არის აი სირიის მიმართულება ეგვიპტემდე ეგ ტერიტორიებიც თავის დროზე ოსმალეთის იმპერიის იყო და სირიის ჩრდილოეთის დაკავება მოახდინა, მაგრამ თუ ექსპანსია აქეთ იწყება, ვინმეს თუ გონია რომ მაგ ყველაფერში საქართველო ამიტო ევროპა ხდება, არა საქართველო ამიტო თურქეთი ხდება.